არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 დეკემბრამდე. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ამ სიტყვებით ხალხის ხმა გააჟღერა, როცა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში სასაუბროდ მიიწვია. აცხადებს სპექტას ზესტაფონის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრი. მიხეილ ფოცხვერაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება ხალხის ხმას არ მოისმენს, პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდება. გამომდინარე აქედან ხალხთან დალაპარაკების გარდა ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს. შეგახსენებთ, ქვეყნის მთავარ გამზირზე პროტესტის 26 დღეა. ქვეყნის ევროპული მომავლის მცველები ხელახალ არჩევნებსა და აქციებისას უკანონო დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში გააჟღერა აქციის მონაწილეების მოთხოვნა. ხელახალი ეს მარტო ხელახალი არჩევნები არ უნდა ჩაატარდეს, თუმცა იგივე ხელისუფლება ჩაატარებს ამ არჩევნებს, ჩაატარებს ისეთივე წესებით, როგორც წესდა ჩაატარა ისეთ კანონდარღვევით, როგორც ჩაატარა ოქტომბრის არჩევნები. ამიტომ მათ ორიგარში არჩევნებზე არ არის საუბარი, ამ ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს თვითონ ამ არჩევნების ჩატარების საშუალება. ნეცა გამოიყენებს ისევე იმ მეთოდებს. მეორე არ დარჩენილა უკვე ქვეყანაში არც ერთი რეგიონი, არ დარჩენილა არც ერთი პროფესიის მქონე ადამიანი, რომ ამ არჩევნების შედეგი არ გაეპროტესტებია. ამიტომ მოთხოვნა არის ხალხის ხმა ამ შემთხვევაში გააჟღერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დაველოთ მოვლენებს რა იქნება. თუ კი უარი იქნება ხელისუფლების მიმართ, პროტესტი უფრო მოიმატებს და მოთხოვნები უსულელი დარჩება. ამ შემთხვევაში სხვა გზა ხელისუფლებას იმისა, რომ ხალხს დაელაპარაკოს და მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილოს, მე მგონი არ აქვს. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. როდესაც ვხედავთ ესეთ მასიურ გამოსვლებს ამდენი ხნის განმავლობაში, აქ ძვლებულია ხელისუფლება, რომ გადადგას რაიმე თმედი დაბიჯს ამ მოვლენებს ყოველთვის ყველა ქვეყანაში მოყოლმოდა უარესი პროცესი, უარესი ცეცხლის ანთება, უფრო მოიმატებს ხალხი, პარალიზებული იქნება ქვეყანა, ოპოზიციის გარეშე იქნება პარლამენტი, ლეგიტიმაცია არ მიცა ამ არჩევნებს არც ერთმა ევროპულმა სახელმწიფომ, არ უღიარებია ის არც ერთ ევროპულ დასავლურ სახელმწიფოს, მხოლოდ ვენესუელა და ესეთი ჭალებში დემოკრატიული სახელმწიფოები აღიარებენ ამ არჩევნებს. ამიტომ თუ კი მათი სწრაფა ევროპისკენ არის, მაშინ ბუნებრივია მათ უნდა გაიგონოს ხალხის ხმა. ევროპა ამ არჩევნებს არ აღიარებს falsახად, ევროპას არ უღიარებია მათი მიერ ჩატარებული საარჩევნო პროცედურა, აქედან გამომდინარე სხვა გამოსავალი ხელისუფლებას არ აქვს. ნახოთ რა იქნება.